დასანქცირებულია 10 ექიმი ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილება ფსიქოტროპული წამლების გაცემას უკავშირდება. შედეგად ერთ-ერთ მედიკოს საექიმო საქმიანობის უფლება სამუდამოდ ჩამოართვა. 8 შესაბამის უფლება მოსილება 6 თვით შეუჩერდა. ერთმა კი წერილობითი გაფრთხილება მიიღო. საბჭოს ინფორმაციით ექიმები ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ჭარბი დოზებით და შესაბამისი დასაბუთების გარეშე გასცემდნენ. არ კონკრეტდება რომელ კლინიკებში მუშაობენ სანქცირებული მედიკოსები. არ არის გამორიცხული რომ მათი საქმეებით გამოძიებაც დაინტერესდეს. ჯანდაცვის სამინისტრომ შესაბამისი მასალების საგამოძიებო უწყებას გადაუგზავნა. საექიმო საქმიანობის სამუდამოდ აკრძალვა 1 ექიმისთვის, 8 ექიმისთვის სერტიფიკატის 6 თვით შეჩერება და 1 წერილობითი გაფრთხილება. ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მიღებული ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება. 10 მედიკოსი, რომელთა საქმეც საბჭოში განიხილეს, ფსიქოტროპული მედიკამენტების კანონდარღვევით და ჭარბი ოდენობით გამოწერაშია მხილებული. გამოვლინდა დარღვევა რამოდენიმე ექიმის მიმართ, რომელთაც შეუჩერდათ თავიანთი საქმიანობა, ანუ ის სერტიფიკატი, რომელიც მას უფლებას ანიჭებდა, რომ საექიმო საქმიანობა განეხორციელებია. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, როდესაც ექიმი აკეთებს იმ ქმედებას, რომელიც პაციენტის საზიანოდ არის მიმართული. გამოვლენილი დარღვევების ცალკეული შემთხვევების სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო უწყებებს გადაეცა. პროფესიული განვითარების საბჭოს წევრები ამბობენ, რომ ექიმების საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზები კრიტიკულია და სერიოზულ რისკებს შეიცავს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტის გაცემა ხდებოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ასევე ერთ პაციენტზე ერთდროულად გამოწერილი იყო სხვადასხვა დასახელების ისეთი ფსიქოტროპული მედიკამენტები, რომლებიც ძლიერ მოქმედი პრეპარატების კატეგორიაში შედის. ცალკეულ შემთხვევებში ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე მედიკამენტი გაიცემოდა დღიურ დოზასთან შედარებით 2 და 3 დიდი დოზით. ფსიქოტროპული პრეპარატები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ კონტროლის პრეპარატებია, აქედან გამომდინარე, აქაც შესაბამისი გადახრის პირობებში მოხდა იმ ექიმების იდენტიფიკაცია და ჩატარდა პროფილაქტიკური ღონისძიებები, რაც იმით ვიტყოდით, რომ შემდგომისთვის მსგავსი ფაქტები არ გამოვლინდეს. არის რიგი გადაცემებისა, რომელსაც შეიძლება უკავშირდებოდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი და ამ თვალსაზრისით ვფიქრობთ, რომ შესაბამისი მასალები გაეგზავნოს საგამოძიებო სტრუქტურებს იმისთვის, რომ მიეცეს ამას ყველაფერი სათანადო კვალიფიკაცია და დადგინდეს თუ ადგილი ჰქონდა ამ შემთხვევაში დანაშაულს, ბუნებრივია, რომ ამას სჭირდება სათანადო რეაგირება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მონიტორინგისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილი დარღვევები შესაბამის რეაგირებას საჭიროებს, რაც კანონმდებლობის ფარგლებში განხორციელდება. მისივე თქმით, სამინისტრო მუშაობს ნორმატიული ბაზის განახლებაზე, რათა მსგავსი რისკები შემცირდეს და კონტროლის მექანიზმები გაძლიერდეს. ექიმების ვინაობა და დაწესებულებები, სადაც ისინი მუშაობდნენ, საბჭოს პრაქტიკიდან გამომდინარე არ სახელდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე, რომლის არასწორ მოხმარებას, ჭარბად მოხმარებას ძალიან სერიოზული მავნე შედეგების მოტანა შეუძლია მოქალაქეებისთვის, ვისაც ეს შეიძლება აწუხებდეს. პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობაში შედიან ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, ასევე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები. საბჭო გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს. 10 მედიკოსის მიმართ გულშინ მიღებული გადაწყვეტილება კი საბჭოს ბოლო წლების საქმიანობაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია.